და ეგ არის let's go. სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მორიგი ვიდეო, ესე იგი ბიოჰაკერის და ფაქტიურად ხშირ შეკითხვას შევეხები დღეს ამ ვიდეოში, რაც მე მომდის დაირექტში. უკვე ფაქტიურად ბოლო ხანში უკვე ბევრს ვაიგნორებ პინგ-პონგში, რომ ყოველთვის ამ შეკითხვაზე მე მოდის რაღაც გარკვეული პასუხი გავცე, მე უჭველი რაღაც შეკითხვა და ფიზიკურად დროის ვარიანტში ვერ პასუხობ ბევრ ბიჭებს და ვიტყვი ესე იგი დღეს ვილაპარაკებ ძირითადად ისეთ რაღაც გარკვეულ ნივთიერებაზე, რაც ვიტყოდი რომ აუცილებელი არის იმათვის, ვინც ხშირად გამოიყენებს სპორტულ ფარმაკოლოგიას და ანალოგიურად იმათვის, ვინც არიან tier T-ზე და ბევრი ძალიან ბევრი არ ვიცი ფინანსების გამო თუ მე რაღაცა გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება ამ ფიქრებით არ ვიცი ან აიგნორებენ ამ რაღაც ნივთიერებას და არ იკეთებენ საუბარი იქნება დღეს ქორიონულ გონადროპინზე გამოიყურება ესე ფაქტიურად არის ბევრი ფორმები არის ჟიტკი არის ფხვნილი მოკლედ დღეს ფაქტიურად ახლა მე ასე გამოვიყენებ და როგორ გამოვიყენებ მაგ პროტოკოლებს ალბათ ლაითად ვიტყვი დღეს მე ბოლოში მაგრამ ეს იდეა მომივიდა საიდან ყავს უამრავი სამეგობრო საახლობლო ვინც ახლა ხშირად ხოლმე ფაქტიურად ახლა სადაც შევხვდები ძირითადად მე რაც შეკითხვებს და რაც მელაპარაკებია სულ რაღაც შეეხება რაღაცა გარკვეულად ან სტერიკებს ან სარმებს ან რაღაც ნივთიერებებს ან ანალიზებს და ასე შემდეგ და აი ჩემ ქალაქშიც თბილისშიც მომდის ისეთი რაღაცა გარკვეული ვთქვათ აი ციკლები არანორმალურები რომ ვიცი რომ ბიჭები ვთქვათ აი მოსარდები მიახლოებით 20-21-ზე 22-ები როგორი ციკლები აქვთ მიახლოებით 750 მგ გრამი ტესტი დანდროლონი მიახლოებით 1 გრამი მეთანი დღეში უკვე 2 და 3 აბი უკვე არავის აღარ უსწორებს და უბერავენ მიახლოებით 5-6 აბი ოქსიმეთოლონი ტრენიას თავარია და ფაქტიურად ამ ნიუანსებში ამ ყველაფერთან არავინ 80 ალბათ 15% არავინ არ აბარებს ოფშენ ანალიზებს ვაფშე ზედმეტია საერთოდ და მაგის გაგებაზე რა საერთოდ მაგრამ ფაქტიურად როგორი მექანიზმი არის მე დაბადებული 90-იანებში მაგ პერიოდში რომ მე ვარჯიშობდი აქტიურად მაშინ ფაქტიურად არანაირი ინფორმაცია საერთოდ არ იყო დარბაზი სადაც მე ვარჯიშობდი მაგ პერიოდში ბევრი ხი მიჩობდა რაც იყო მაშინ კლასიკა მეთანი იყო 5 მგ-იანი იყო საფთიაქო რეტაბული იყო ალბათ ომნადრენი შეიძლება იყო რაღაც გარკვეული მისტროლი ეგ იყო კლასიკა ფაქტიურად რაც იყო მოდებული ზანის თორენში და პრიკოლი იმაშია რომ ბევრი ვერ ხვდებოდა რომ ეგ არის სპორტული ფარმაკოლოგია ბევრს ეკონდა ეგ ჩვეულებრივი ვიტამინები დაჟე ბევრჩა მიკამათია რომ თქვა აი ბევრს უთქვია რომ აი იმას თქვა გამოვიყენებ და არაფერი როგორც ვიტამინი ბეჯგუფს ისე არის მეთანზე იყო მასთი წარმოდგენა და მაშინ ახლა რო კიდევ თქვა რაღაცა ვარიანტში რომ რეალურად დეტალურად ინგიბიტორები არომატაზის თქვა რაღაცა გარკვეულად ინგიბიტორი ავი პროლაქტინის რაღაც გარკვეულად გონადროპინი თქვა და არამე სტატინები არამე სარტანები არამე ბეტა ბლოკატორები მაგ ყველაფერზე რა თქმა უნდა ზედმეტი იყო საუბარი იმიტომ რომ ფიზიკოს ცოდნა ვაფშე არ იყო მაშინ საერთოდ არ იყო არც ინტერნეტი არც არაფერის რა და იმ ეპოქას ვისაც მე ვიხსენებ მიახლოებით ვისაც მე ვარჯიშობდი მიახლოებით 15-20 წლის წინ ყოველას მე მქონდა რაღაცა გარკვეული პრობლემა ბავშვის გაკეთების პონჩი ჩემს სახლობაში იყო რა მიახლოებით ერთი კაი მკვეთრი მიახლოებით 3-4 მაგალითი რომელიც მე რაღაც დროის განმავლობაში იმკურნალეს ხო ბაზარი არ არის მაგრამ მე ეს ვიდეო მივმართა ამ ვიდეოთ ფაქტობრივად იმათ ვინც ვიტყვი როგორ სიტუაციას ფინანსურად ტრაკი არ აქვს და მაინც რაღაცებს გარკვეულ სტეროიდებს გამოიყენებს ანუ უნდა ხვდებოდეთ როგორ სიტუაციას რატო ბაზრდება ძალიან გარკვეული ნეგატიური ისეთი რაღაცა გარკვეული საუბარი რაღაცა გარკვეულად რეპუტაცია ამ ფარმაკოლოგიაზე. იმიტომ რომ არასწორად გამოყენდება ალბათ ვიტყოდი 90% გამოყენება საქართველოში ნორმალურად ნაღდად ბევრმა არ იცის და მე ფაქტიურად ისეთი რაღაცა უმეტეს ნაწილად რო ვარდება რაღაც საიდ ეფექტები ამ ფარმის და რო არ იციან რა უნდა გააკეთონ. ამობენ რომ ინა ფარმა არის თუ და არა ის რომ უბრალოდ ადამიანს თავიდანვე არ ქონა წარმოდგენა რას აკეთებს და როგორ რა და ფაქტიურად შეიძლება უამრავი პროტოკოლები იყოს რეალურად ციკლები სადაც ხალხი არიან წლები და უბრალოდ ეხლა ამ ვკითხულობდი ძალიან ახალი მოდა არის და ახალი რაღაც გარკვეული ტრენდივით არის იქით ამერიკაში მიკროდოზის აკეთებენ დაჟე ტრენისას წარმოიდგენ ტრენი რომელსაც მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მაგ სტეროიდის ექსტეროიდი არ მიყვარს საჭირო სტერიკია როცა მიდის საუბარი რაღაც გარკვეულ აქტიურ სპორტზე ბაზარი არ არის მაგრამ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა რა თქმა უნდა ვინც არის tier T-ზე და ის იქითაც ეგ სიტუაცია მოდის რა და ყოველთვის რაღაცა ბალანსი რაღაცები ყოველთვის ისეთ ვარიანტში იძებნება და სიახლეები რაღაც გარკვეული აპდეიტები მოდის ამ ფარმაკოლოგიაზე რა და დღეს იმიტომ მინდა ვილაპარაკო გონადოზზე იმიტომ რომ გონადოზს ფაქტიურად ყველა რატომღაც ფულს უჭერს გონადროპინზე ყველა რატომღაც უჭერენ ფულს ანალიზებს ნუ აი ანალიზების თემა კიდე ისე არის თქვა რომ რატო ბევრი არ ფთხილობს, რატო ბევრი იყიდებს ანალიზებს. პირადად ჩემს სახლობაში ყოფილან ბიჭები, ვისაც თქვა აი ხა ჩემი საძმაკაცო სამეგობრო რო არის თქვა და შორეული თქვა ვიღაცა მეგობარი, ან თქვა კლასელი
რომელიც არ მინახავს დიდი ხანი და გამოიყენებს სტერიკებს. რაღაცას ვთქვათ, რომ გულაპარაკი ესე გულახდილად და ვეუბნები მეკითხები რომ ვთქვათ, ანალიზები რა დაждდება, ვეუბნები მინიმალური დაждდება, ალბათ მინიმალური რაღაცა რომ ნახოთ ვთქვათ და ძირითადად რა უნდა ინახოს, ბარემ ეხლა ვიტყვი ფაქტიურად. ეს ყველა პარამეტრები იცვლება ციკლის პერიოდში და ყველა მნიშვნელოვანია. უეჭველი უნდა ინახოს ლიპიდური პროფილი, ლიპიდური ცვლა, ანუ არა მარტო ქოლესტერინის საერთო რა, ტრიგლიცერიდები, ათეროგენიზის ინდექსი, ლიპოპროტეინები დაბალი მაღალი სიმკვრივის. ეგ უნდა ინახოს. სისხლის საერთო უეჭველი უნდა ინახოს, იქ ჩანს სისხლის სისქელე, ტრომოციტები, ჰემოგლობინი, მოკლედ იმუნური სისტემა, ეგ არის ორი რაღაც გარკვეული. უნდა ინახოს უეჭველი თიროტროპული ჰორმონი, იმიტომ რომ ბევრს ფარმაკოლოგიის გამოყენების პროცესში თიროტროპული ჰორმონი აზდის მაღლა და დაჟე მაგის პროცესში რატომღაც უფრო მინახია სიტუაციები, რომ T4-იც თავისუფალი და T3-იც არ ვიტყოდი რომ მაღლები აქვს. ეგეც უნდა მოხდეს უეჭველი. მაგასთან რო ვიღოთ თქვა ქალური ჯგუფი და არ წავიდეთ ძალიან ღრმა ის თუ ვარიანტში, პროლაქტინ ესტრადიონი უნდა ჩაბარდეს. აი მინიმალურ ვარიანტს ვიძახი ფაქტიურად. შარდმჟავა უნდა ჩაბარდეს. ეგეც მატულობს ციკლის პერიოდში. ფაქტიურად ზოგს ინდივიდუალურია, ზოგს რკინის რაღაცა გარკვეულად თქვა თან, მაგრამ რაც აქვს ორგანიზმში ფერიტინი, პირიქით თქვა თან აკლდება, ან პირიქი დაჟე ყოფილა რომ ემატებათ, ფერიტინს უნდა ჩამარდეს თქვა. აი ეგ რაღაცა გარკვეული ძალიან ისეთი მინიმალური ვარიანტი ვთქვი, რაც არის აუცილებელი იქ ვიტამინებზე თქვა და იქ რაღაცა გარკვეული სხვა რაღაცებს დიდი მნიშვნელობა ეხა აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე ვამბობ რაღაც ეკონომიურ ვარიანტს. და რო ეს მithქვია თქვა ეს სიტუაცია უთქვია რომ ფასი რამდენი ის არის და სულ ვეუბნები ნუ გრუბად 250-300 ლარი ხა პესიაც რო ინახოს საერთო კაი არა ეგეს თქვა რა და მაშინვე მოდის რაღაცა გარკვეული ირონია რომ ეგ ფული ანალიზებში არ გადავიხდი მაგაში მომივა თქვა რავი 3 პაჩკა თქვა მეთანი თქვა 1 ბალონი თქვა ენათატი და აი ესე ვიდებ შუბზე ხელს ვიძახი რომ ზედმეტი აქვს საუბარი ზედმეტია ბრძოლად ყუილი და ხარჯული ენერგია არის რა და როგორ ნიუანსი არის, რას მოგიწოდებთ, ანუ ფაქტიოდ, ქორიონული გონადოტროპინი აბეზოლოვკა უნდა იკეთოთ იმ ვარიანტში, თუ თქვენს შთამომავლობაზე ფიქრობთ და გინდათ რომ რეალურად სპერმოგრამა შეინარჩუნოთ ციკლის პერიოდში, კაკლები შეინარჩუნოთ ნორმალურად და უფრო ვიტყოდი როგორ სიტუაციას ფაქტიოდ, რომ ხშირად სტერიკებზე რო ხარ, განწყობა იცვლება. გონადოს სისტემატურად გამოიყენებ, კაი განწყობა გააქვს, კაი ლიბიდო გააქვს, კაკლებს ინახავ ნორმალურად თავიდანვე, ანუ ვიცი ხალხი, ვინც აი წლები გამოიყენებენ ფარმას, 2 წელი, 3 წელი ვაფშე არ იციან საერთოდ გონადო თქვა რა არის საერთოდ და ისეთ თემა რომ სპერმას უაბარებენ, აქვთ იმინა ვაფშე მინიმალური პროცენტულობა აქტიური სპერმის და სპერმატოზოიდების და ამასობაშივე გზათვე ამჩნევენ მე აშკარად ეგ ყველაფერი თქვა დაპატარავება და ატროფია არ ხდება ალბათ ვიტყოდი მიახლოებით 3-6 როთვეში ინდივიდუალურია რა ყოფილო თქვა თუ კლიენტურას თქვა რაღაცა ვარიანტში ან თქვა ვიღაცას ვის კონსია უღია უთქვია 6-თვეო თქვა ხიმიჩობ და თითქოს რაღაცა ხელში ვატყობ რომ რაღაც დაპატარავდა ეგ არის ძალიან ინდივიდუალური მე მინახე ბიჭები ვინც თქვა აი წელიწადი 2 წელიწადი თქვა ჩოლბრი ხიმიჩობენ და ფორმა არ პატარავდება როგორც ეგენ თვითონ აღნიშნავენ საერთოდ რა დეტალურად თუ მიომაგაზე საუბარი კაცა MRT უნდა გადაიღოს და წავიდეს უროლოგთან იქ ხდება რაღაც გარკვეული მაგის ზომების აღება კაკლების მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ თუ ციკლს გადაწყვეტეთ და თუ მიდიხართ მაგ ვარიანტზე აი უნდა იცოდეთ რაღაცა მინიმალური ვარიანტი რომ ყოველთვის თქვა ფარმასთან 1,000,000% თქვენ გჭირდებათ რაღაცა თქვა ინგიბიტორი არომატაზის რომ დაიჭიროთ ესტრადიოლი ნორმაში რომ არ აქონეთ წნევა არ აქონეთ პრიშკები არ აქონეთ რა ვიცი ცუდი თქვა ის ვარიანტში განწყობა არ აქონეთ დეპრესიული ფონი ხშირად ბიჭებს აქვთ ხომ იმ ფონზე რომ პროლაქტინი კიდე ეძებათ რა და პროლაქტინი არის ანტაგონისტი არის დოფამინის და რეალურად რაღაცა გარკვეული დრაივი და რაღაც გარკვეული мотиваცია რო ქონეს ცხოვრებაში როცა მაღალი გაქვს პროლაქტინი ფაქტიურად ძალიან დაბალი შანსი არის მაგისი და ამასობაში ხა მე ვიტყვი როგორ სიტუაციას რო ხა არ წავა ფარმაკოლოგიაზე და ხა ის დეტალებზე ხა ძალიან ხმართ არ ვილაპარაკე ფაქ მინდა ვილაპარაკო ფაქტიურად ის გითხარით რაც ანალიზები უნდა ჩაბარდეს უეჭველი ანალიზები ბარდება ძალიან ბევრი მაგის გარდა მაგრამ რაღაცა მინიმალური პაკეტი თქვა დასაწყისში და მე მიახლოებით 2 თვეში ეგ ანალიზები მაინც უნდა ჩააბაროთ საერთოდ იდეალური როგორ არის თქვა საწყისში ჩააბაროთ არქივი შეინახოთ გინას ფურცლები დააბეჭდინოთ ფურცლები დაილაგოთ სახში მიახლოებით 2 თვეში ჩააბაროთ იგივე და შეადაროთ რა შეიცვალა ფაქტობრივად მაგის პერიოდში რა და გონადოს ნუ აიგნორებთ იმპონჩი თან მით უმეტეს აი ახალგაზრდა თაობა იმპონჩი რომ თუ გინდათ რომ რეალურად მე ვაპირებთ ბავშვებს და რაღაცა მქონია ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ ანუ მყოლია კლიენტურა ვისაც უთქვი რომ პირიქით ეგ სიტუაცია არ უნდა იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა ყველა მიცით რომ პრეზერვატივი ახლა მგზნობიარობა სექსის პროცესში რა თქმა უნდა აკარგინებს და ბევრს პირიქით უნდა რომ ქონდეს ჩვეულებრივ დაუცველი თქვა სექსი და ჩვეულებრივ ანუ ხვდებით რა ეხლა როგორ სიტუაცია არის ასრულებდეს ჩვეულებრივ პრეზიკის გარეშე და პირიქით ბავშვები არ აყავდეს მაგრამ მე ეს მომართვა მაქვს უფრო აი პატარა ბავშვებს ვძახი მიახლოებით ხო აი 18-19-20 წელი ჩემთვის პატარები არიან რომ ქორიონული გონადოტროპინი კვირაში 500-800 1000 ერთეული
იდეალური იქნებოდა მაინც რომ ორჯერ გაკეთდეს თქვა. ან გინდას თქვა 1000, 1200, 1500 ერთეული კვირაში ერთხელ მაინც რომ ეგ იქნება რაღაც ელემენტარული ისეთი რაღაცა მინიმალური ამ ნივთიერების რაღაც ისეთი გარკვეული დოზირება რომ არ მოხდება რაღაცა ნეგატიური გავლენა კაკლებზე. საერთოდ თუ მივასაუბარი იმენა ვაფშე შენარჩუნებაზე, იმენა 100% ვთქვა და ვთქვა დაჟე ვთქვა გარკვეულად თუ ადამიანს აქვს ვთქვა სპერმატოზოიდების რაღაცა გარკვეული დაბალი რაოდენობა სპერმაში აბარებს ანალიზებს. და უნდა მაინც T1. მაშინ პროტოკოლები არის მიახლოებით დაჟე 2000, 2500, 3000 ერთეული კვირაში. მოვყვები ფაქტობრივად ჩემს ნიუანს როგორც იყო რა. ფაქტიურად მეორე ბავშვი როცა მეყოლა მაშინ მე უკვე ვიყავი T1-ზე და კლასიკას ვიდგავდი მიახლოებით 1500 ახლა მე არ მოვიწყდება ეს რაღაცები ძალიან ისტორიენში მაგ თავში პუნქტუალურად გათვლილი ვიკეთებ კვირაში მიახლოებით 2-3ჯერ სადღაც ვიტყოდი ალბათ 500-700-დან ალბათ 1000-მდე 2-3ჯერ ვიკეთებ ფაქტიურად და იმ პროცესში როცა უკვე T1-ზე ვიყავი და ჩავაბარე სპერმოგრამა თითქოს ნორმალური იყო მაინც მაგრამ არ მომეწონა მაგ პერიოდში დავიწყე აქტიურად კეთება მიახლოებით ავწი 5000-ზე და სადღაც მიახლოებით 1 თვე-თვენახევარში ყველაფერი რაც საჭირო იყო მოხდა. ამიტომ ფაქტიურად როგორი სიტუაცია არის? უშველებელი რეალურად ადამიანმა რომ დაიმართოს ამ სიტუაციაში რეალურად რთულია. ყველაზე მთავარი ნიუანსი ისაა, რომ ყველას აქვს გარკვეული ინდივიდუალური გენომი და ინდივიდუალური თქვა რაღაცა გენეტიკა მაგ მხრივ და რეალურად არ უნდა გაგიმართლოს თქვა და უნდა ქონდეს ძალიან სუსტი თქვა რეპროდუქტიული სისტემა, უნდა ქონდეს სუსტი ეს კაკლები და ისნაჩვენო უნდა ქონდეს ეგ სიტუაცია რაღაცა სუსტი, რომ ვაფშე თქვა სპერმა გაინულო, მაგრამ არის პროტოკოლები, რომ საშუალოდ მიახლოებით 6 თვიდან წელიწად ნახევრამდე, თუ თქვა ადამიანს ვაფშე სპერმოგრამა აქვს, იმენა ნულებში, 0 აქვს. არის პროტოკოლები, რომ რეალურად ხალხი 6 თვიდან სადღაც კურნალობის პროცესში წელიწად ნახევარი შეიძლება წავიდეს, იბრუნებენ აქტიურ სპერმოგრამას და ჩვეულებრივ ბავშვებს აკეთებენ. ერთეულ მაგალითებს არ უმართლებს, მაგრამ რაღაცა ხელოვნური განაყოფიერებით ხდება ეგ ოპერაციები როგორ რაღაცა გარკვეული პროცედურები, რომ მაინც ყველაფერი ხდება რა და. ამიტომ მაინც თავის დაზღვევის მიზნით რომ გქონდეთ ნორმალური ლიბიდო გქონდეთ ნორმალური განწყობა, გქონდეთ ნორმალურად კაკლები, გქონდეთ ნორმალურად შეინარჩუნოთ სპერმა აქტიური, რაც ფაქტობრივად ეგ არის ძირითადი მამაკაცის ფაქტობრივად ძალა და რაღაც ვარიანტში, რომ რეალურად ეგ არის აქტიური. არღის დაზოგვა იმ თვეში 80 გინას თუ 90 ლარი თუ უხეშად რამდენი მოუწევს თქვა გონადოს, რომ გინას თუ ციკლი გაქვთ მოკლე, უეჭველი ციკლის პერიოდში როგორც გითხარით თქვა კვირაში 800-დან 1200-1500 ერთეული საერთო ვარიანტში კაკლებში ჯობია რომ შეუშვათ. რაც შეეხება თქვა ახლა ეგეთ სიტუაციას ხშირად მეკითხებიან მე რომ შენ გიო რომ ეს იკეთებ მე ხან როგორ ხან ფხნის ვიკეთებ ხომ მე ესეც ახლა ესეც დაუმუღამე ესეც ჩამოიტანე ჩემმა ბიჭებმა აი ესე გამოიყურება კალამი არის ის თვარიანში შპრიცი გამოვიყენებ ამას აქვს ზევიდან მეტკები ჩვენ გვაქვს ეს მისტიკ შოპში ეხლა არის ეს ვარიანტი და ფაქტიურად იქ მეტკები აქვს და მეტკების დამიხედვით ვიკეთებ ხოლმე ამას პლუსი ძალიან დიდი ისა აქვს რომ საერთოდ ხუნილის გონადტროპინი, როცა გახსნი, დიდი ხანი ვერ შეინახავ, მიახლოებით 17-18 შეიძლება 20 დღე ძლებს, ანუ თუ თქვა გავხსენთ 5000-იანი, როგორ უნდა გავიკეთოთ მაგ ინტერვალში რომ არ გაფუჭდეს და ამის პლუსი ის არის, რომ ეს გამოყენების შემდეგ ძლებს ძალიან დიდ ხანს. თუ არ ავწდები დაჟე 1, 2, 3 თვე, 4 თვეს დაჟე. თუ ვინახავთ, რა თქმა უნდა, მაცივაში. რა თქმა უნდა, გონადოს ვინახავთ მაცივაში. ტემპერატურა იდეალური ალბათ მიახლოებით 4-5-დან 8 გრადუსამდე სიგრილეში. ამიტომ უბერეთ გონადო და ფაქტიურად როგორი სიტუაცია არის. ვისაც თქვა ფაქტიურად ანალიზებში აქვს მაღალი LH-ი და აქვს დაბალი ტესტი, ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი რეალურად რომელიც გვეხმარება თავისუფალი და საერთო ტესტოსტერონის აწევაში, კომპლექსში ორივეში რა და. ამიტომ თქვა მაგის პრობლემა ვინც გააქვთ, მაგაზე მომართეთ, მიპოვეთ თქვა სოციოქსელებში, მაგ სიტუაციას მივხედავთ, დავარეგულირებთ. მინახია პროტოკოლები, რომ ნორმალური სუფასოვანი გონადოს პროტოკოლებით კლიენტურას აი ულაპარაკოთ, ვიტყოდი რომ თქვა თუ მოსულ ადამიანი თქვა ტესტოსტერონი მიახლოებით 12-ით 2-3 თვეში წასულა მიახლოებით 22-25 თვე. ისევ და ისევ აღნიშნავ იმას, რომ ეს ყველაფერი მუშაობს, მაშინ როცა ორგანიზმი მაინც არის ახალგაზრდა, როცა გიპოფიზი უფრო მზომბიარია, როცა უფრო კაკლები არის უფრო ტონუსში, ალბათ იტყოდი 35-40-40-მდე, 40-ის ზევით ალბათ, მათ პროსტა ორი აზრი არ არის, რომ რაღაცა თქვა ეს რაღაცა მაიმუნობის ვარიანტში უკვე ადამიანს ჯობია რომ უკვე იფიქროს T1-ის ვარიანტზე. აზრი მოგაწოდეთ, დანარჩენი უკვე კაი თქვენს უნდა კაი გამგონით, თქვენი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია, ვინც ხი მიჩობთ უეჭველი გონადტროპინი კვირაში, რაც რაოდენობა გითხარით.
ფაქტობრივად ეს იქნება გახსნილი ეს ვიდეო დავდებ რა ვიცი YouTube-ზე, Mystic Shop-ი, Telegram-ი, ყველგან გახსნილი შეიძლება ეს ვარიანტი. ისარგებლეთ ბიჭებო, მიუდექით ყველაფერს მაქსიმალურად ჭკუით და დამიჯერეთ რომ ჯობია სანამ ციკლზე გადახვალთ, ჯობია ყველაფერს მიუდგეთ ჭკუით, რომ რამე რაღაცა არ დაიზიანოთ თქვათ ან ის ვარიანტში და არ შეიძლება ციკლის პერიოდში ფულის დაზოგვა იმაზე, რაც გაქვთ ყოველს ძვირფასი, ეგ არის ჯანმრთელობა და ასაკში, როცა 18-ის ხარ, 20-ის, 22-ის და 25-ისა რა, შიგნით ორგანიზმი ეს მაქსიმალურად სვეჟი, ყველანაირი სისტემა არის უფრო მაქსიმალურად ადაპტირებული, უფრო მაქსიმალურად ძლიერი ეს ვარიანტში რო თქვა და ორგანიზმი უკაჩავს ყველანაირ რაღაც გარკვეულ ვარიანტს. მე ვიცი რომ მოზარდებს ბიჭებს ციკლის პერიოდებში სტაბილურად აქვს წნევა აქვს 160, 100-ზე, 170-100-ზე ვერ გძნობენ რაღაც გარკვეული ძალიან ისეთ სიმპტომით რა და საერთოდ იცოდეთ რომ ყველაზე ჩუმი მკვლელი ყოველთვის არის წნევა. ამიტომ ყველაფერს მაქსიმალურად მიუდექით ჭკუით, ჩემ გარკვეულ რაღაცა სოციალურ ქსელებში თქვენ ხედავთ რომ მარტო საჭირო ინფორმაციას ვაზიარებ, რაც იმინა საჭირო და რაც იმინა ისტორიაში არის ძალიან პრუფი. ამიტომ ჩემი თხოვნა ეს ერთ-ერთი ის რომ მაქსიმალურად აქტიურად გააზიარეთ ვიდეოები და ლაიქით, გამოიწეთ არხები და მე როგორ მომძებნოთ თუ საჭირო ვარ, თქვენ ეგიცით. ყველას დროებით. Adiós. No purpose, place. We have no great war, no great depression. Our great war is a spiritual war. Our great depression is our lives.